მოდით დავიწყოთ ესე იგი გამეორება ანბანით, რადგან დღეს ვატარებთ below elementaries გაკვეთილს. შეგახსენებთ, რომ ანბანში გვაქვს 26 100, ანუ ეს რას ნიშნავს? წერილობით არის 26 100, თორემ ბგერა გვაქვს 44, ხო? ამაზე გვისაუბრია უფასო ვიდეოებში. ამაზე სტარტერის ვებინარებშიც იქნება საუბარი. თუ სურვილი გაქვთ ბგერა როგორ განსხვავდება ასოებისგან და ეს 44 ბგერა როგორ უნდა ავითვისოთ და მე შემდეგ 26 ასეთი გამოვხატოთ, შეგიძლიათ სტარტერის პროგრამა შეიძინოთ. იქ ამაზე დაწვრილებით არის საუბარი. აი ქართული ენისგან განსხვავებით, მაგალითად ქართულში გვაქვს 33 100, ხო? და 33 ბგერა, ანუ რასაც გამოვთქვათ, იმას ჩავწერთ. ინგლისურში ასე არ არის. აი ერთი პატარა მაგალითი უცებ რომ მოგიყვანოთ, მაგალითად pleasure, ხო? სიამოვნება. pleasure ისმის 100 ჟ. ინგლისურში ჟს ვერ დავწერთ წერილობით, იმიტომ რომ ასეთი 100 არ გვაქვს. ეს 2 100 გამოიხატება. არის ბგერები, რომლებიც 3 100 გამოიხატება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ცალკე თემაა, რაც თუ სურვილი გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია განვიხილოთ და ჩაუღრმავდეთ, ხო? ახლა გავიმეოროთ ანბანი. ეს არაფერს არ გვაწყენს, პირიქით, გამეორება ყოველთვის კარგია. როგორ უნდა ვიცოდეთ ანბანი? მოდით მე ვიტყვი და თქვენ თუ გინდათ ჩემთან ერთად გაიმეოროთ. A, B, C, D, E, F, G, H, I, J, K, L, M, N, O, P, Q, R, S, T, U, V, W, X, Y, Z. ეს არის ინგლისურის ანბანი, შედგება 26 100-სგან, ინგლისურში გვაქვს დიდი და პატარა 100-ები, ხო? ანბანი უნდა ვიცოდეთ ზედმიწევნით ძალიან კარგად, იმიტომ რომ შემდეგ მთელი ენა დაფუძნებულია ანბანზე, ხო? წერად და კითხვაც. ამიტომ ესეც სტარტერის პროგრამაა, მაგრამ უბრალოდ გაგახსენეთ, ხო? ახლა რაც შეეხება დღევანდელ პროგრამას. below elementaries პროგრამა იხსნება 3 ძირითადი ზმნით. ინგლისურ ენაში არსებობს 3 ძირითადი ზმნა, რომელზეც დაშენებულია შემდეგ მთელი ინგლისური ენა. ჩათვალეთ, რომ ამ 3 ზმნის გარეშე თქვენ ინგლისურ ენას ვერ ისწავლით. ხო? და დღეს ვისაუბრებთ ამ 3 ზმნაზე. პირველი ზმნა და კიდე დავამატებ აქვე, რომ ეს ზმნები გვევლინება ზოგჯერ როგორც მოდალური ზმნები, ზოგჯერ უბრალოდ თავიანთი მნიშვნელობებით, ზოგჯერ როგორც დამხმარე ზმნები ინგლისური ენის დროებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საჭირო ზმნებია. მოდით თავიდან დავიწყოთ. პირველი ზმნა არის to be. აი ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ამ ზმნას, როგორ იწარმოება, მასალა მაქვს და ჩაგიგდებთ ჩატში, ხო? To be ნიშნავს ყოფნას. ყოფნა ზმნა ვერ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მე ყოფნა, ხო? რომ გვეუღლებინა. ანუ ქართველებსაც გვაქვს ყოფნა და შემდეგ გადაკეთდება როგორც მე ვარ, ხო? ნუ ეს ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა. ინგლისურშიც ასეა. To be არის საწყისი ფორმა, რომ ყოფნა, აი აქ თუ კიდევ დაგიწერთ და შემდეგ როგორ ვაუღლებთ. პირველ სვეტში, როგორც ხედავთ, წერია affirmative, ხო? Full and short. Affirmative ნიშნავს მტკიცებით. მტკიცებითში როგორ იქნება მთლიანი წინადადებები, ფრაზა და როგორ იქნება შემოკლებული, ხო? აი მაგალითად, I am. I არის პირის ნაცვალსახელი და ნიშნავს მე. I, მე. იწერება ყოველთვის დიდი ასოთი. Am ნიშნავს ვარ. ესე იგი მე ვარ, ინგლისურად გამოვიდა I am. ახლა მოდი შენ ან თქვენ, ხო? ორივე ინგლისურად არის you. პირის ნაცვალსახელი you გულისხმობს, რომ იგულისხმება შენ და თქვენ. You are. შენ ხარ და თქვენ ხართ. ანუ როგორც ერთ პიროვნებას მიმართავ, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ბევრ პიროვნებებს, ხო? ანუ არ არის მაგის პრობლემა, შენსაც ნიშნავს და თქვენსაც. შემდეგ მოდის he is. დააკვირდით მასალაში he is, ხო? როგორ იწერება, იმასაც კარგად დავაკვირდეთ. He is ნიშნავს ის არის. ოღონდ ლაპარაკია მამრობით სქესზე. თუ გნებავთ, აიღეთ ფურცელი და საწერი კალამი და ეს
ფორმები გადაიწერეთ. ან თქვენ თვითონ უკვე არ არის იმის პრობლემა, რომ Google-ის საშუალებით მოიდიოთ ნათუბი, იქ არის უამრავი სქემა, უამრავი მოცემულობა, რომ ისწავლოთ ეს წერით და ზეპირად, ხო? მე უბრალოდ გადაგითარგმნით ახლა, რადგან მე უფრო გაგიმართვით. I am მე ვარ, you are შენ ხარ, თქვენ ხართ, he is არის, ოღონდ მამრობით სქესზე ალაპარაკი, she is უკვე მდედრობით სქესზე ალაპარაკი, she გამოხატავს რომ ლაპარაკია მდედრობით სქესზე და it is საუბარია, ნეიტრალური ხშირად ცხოველებზე ამბობენ, უსულო საგნებზე it is. ეს არის, ხო? ის არის. უსულო ან უსულო საგნებზე ან ცხოველებზე. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. We are ჩვენ ვართ. We პირის ნაცვალსახელი ნიშნავს რომ ჩვენ. Are ნიშნავს ვართ. და they are ისინი არიან. They are ისინი არიან. აქ მთავრდება to be-ს უღლება მტკიცებით ფორმაში, თლიან ფორმაში. შემოკლებულ ფორმებისთვის, როგორც მასალიდან ხედავთ, ვიყენებთ მძიმეს ზემოთ, ამას ქვია აპოსტროფი, ესე ვეძახით, აპოსტროფს და შემდეგ რას ვერცად ვიყენებთ შემოკლებისას, ეს ნათლად ჩანს, ხო? აი შემოკლებულად I am იქნება I აპოსტროფი და M, ხო? ასო M. You are იქნება U აპოსტროფი და R და E. და ასე შემდეგ. He is, როგორც his, ესე ეძახიან ხოლმე, he აპოსტროფი და s-ი. ასევე she is, ხო? she's და it is-იც ასევე აპოსტროფი და s-ით მოკლდება. We are მოკლდება აპოსტროფი და r it-ი და they are-იც ასევე მოკლდება, ხო? ანუ ჩვენ უკვე ვიცით რა, to be ზმნის უღლება მტკიცებით ფორმაში. როგორც შეიძლება შემოკლებული ფორმა, ასევე მთლიანი ფორმა. მოდით კიდევ ერთხელ ვიტყვით, თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამიწეროთ. I am მე ვარ, you are შენ ხარ და თქვენ ხართ, he is ის არის, ოღონდ ლაპარაკია ბიჭზე, she მამრობის სქესზე, she is ის არის, ლაპარაკია მდედრობის სქესზე, it is ის არის, ლაპარაკია ნეიტრალურზე. We are ჩვენ ვართ, you are ისევ თქვენ ხართ, ხო? you გამოხატავს როგორც უკვე აქცენტს შენ და თქვენს და they are ისინი არიან. მოდით ახლა ეს ყველაფერი ვნახოთ, სანამ აი ბოლო ორ ფრაზაზე ვისაუბრებთ this is და that is. მოდით ჯერ თუბი მივიყვანოთ ბოლომდე, კარგით? მოდით ახლა ვნახოთ ბოლო სვეტი, კითხვითი, interrogative. სანამ უარყოფითზე გადავიდოდეთ, მე მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩერო კითხვით ფორმაზე. კითხვითი ფორმა უმარტივესია. როგორც ქართულად მე ვარ გადადის კითხვით, რომ ვარ მე, ანუ ადგილებს იცვლის ეს ორი სიტყვა, აი ასე ხდება ზუსტად ინგლისურადაც. ანუ I am მე ვარ ინგლისურად კითხვითში იქნება am I. ადგილები შეიცვალეს უბრალოდ. You are შენ ხარ იქნება are you. ასევე თქვენ ხართ, ხო? He is არის, მამრობითზე იქნება is he. She is she. არის is, ხო? It is it. is არის, ხო? არის is. We are ჩვენ ვართ. Are we ვართ ჩვენ. You are you. და they are ისინი არიან. Are they არიან ისინი. ანუ რა მოხდა? ერთ ადგილები შეცვალეს და გამოვიდა კითხვითი ფორმა. ამას შემოკლებები არ გააჩნია, პირდაპირ როგორც წერია, ესე უნდა ვისწავლოთ კითხვით ფორმაში. ახლა ბოლო negative, ხო? უარყოფითი ფორმები. უარყოფითი ფორმებიც მარტივია, ანუ მტკიცებით ფორმას ვამატებთ ნაწილად not-ს. N-O-T. I am თუ არის მე ვარ, I am და მივამატებთ not და გამოვიდა მე არ ვარ. ესე იგი I am not. You are not. He is not. ანუ ის არ არის, ხო? She is not. is არის, მერე she is not. is არ არის. It is not. We are not. We are not. ანუ ყველას ემატება not. They are ისინი არიან, they are not. ისინი არ არიან. ანუ თუ მინდა მე უარყოფა გამოვხატო, ყველა მტკიცებით ფორმას უნდა დავამატოთ not. N-O-T. და ამითი გამოიხატება რომ არა, ანუ მე არ ვარ, შენ არ ხარ, ის არ არის და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება ბოლო ორ კონსტრუქციას.
კონსტრუქციას, ხო? This is აი ბოლო ორ ხაზზე წერია და თქვენი ყურადღება მინდა აქაც გავაჩერო და შემდეგ მთლიან მოთხრობაში განვიხილოთ. This is THIS ნიშნავს S this აი მე რომ ახლა მეჭიროთ წიგნი და გითხრათ რომ this is a book ეს არის წიგნი ანუ ეს ნიშნავს ინგლისურად რომ ახლოს უნდა გქონდეს რაიმე საგანი ეს არის აი აქვე მაქვს this is ეს არის თუ ლაპარაკია რომ ცოტა მოშორებით დევს და აი უნდა გაჩვენოთ რომ აი ის არის ჩემთან ახლოს არ იმყოფება ცოტა მოშორებით დევს მაშინ გეტყვით that is აი ის არის THAT გამოდის that ანუ is საგანი ხო that is გამოდის რომ ის არის ორი კონსტრუქცია this is ეს არის და that is ის არის იმიტომ რომ უფრო მოშორებით დევს ესეც კითხვით ადგილებს შეიცვლის this is იქნება is this ხო ადგილები გაცვალეს და გამოვიდა კითხვითი ფორმა that is იქნება is that აქაც ადგილები გაიცვალა that is არის is that არის is როგორც ხედავთ უარყოფითში როგორც to be-ს ნას აქაც ემატება not ხო this is not that is not ანუ თუ მინდათ ხო რომ ეს არ არის წიგნი ეს არის თქვათ რეული და ასე შემდეგ ვიტყვი რომ this is not a book ხო ეს არ არის this is not თუ მინდა ვთქვა რომ ის არ არის აი იქ ცოტა მოშორებით რომ დევს ვიტყვი that is not ის არ არის შემოკლებულ ფორმებს რაც შეეხება this is არ აქვს შემოკლებული ფორმა აი მინუსი წერია ხო არ გააჩნია შემოკლებული ფორმა ხოლო that is გააჩნია შემოკლებული ფორმა და იწარმოება როგორ აპოსტროფი და s-ით მძიმე ხო აპოსტროფს ვეძახით თქვა როგორც აღვნიშნე აპოსტროფი და s-ით that is that's this is არ გააჩნია აი ეს არის მთლიანი მასალა to be ძალიან მნიშვნელოვანი მისა რომელიც ნიშნავს ყოფნას როგორ შეიძლება ვაუგლოთ მოკლე ფორმებში უარყოფითში და შემდეგ კითხვებში ან ჯერ კითხვებში და მერე უარყოფითში თქვენ ნებაზე იყოს ეს თუ არის რაიმე კითხვები to be-სთან დაკავშირებით ან რაიმე ვერ გაიგეთ აი კონკრეტულად ამ მასალასთან დაკავშირებით ან ზოგადად შეგიძლიათ მკითხოთ თუ არა და პატარა სავარჯიშოები გავაკეთოთ რომ დავწმუნდეთ როგორ გავიქეთ ეს მასალა კარგით თუ კითხვები გაქვთ მომწერეთ თუ ყველაფერი გასაგებია პლუსები დაწერეთ და შემდეგ გადავიდეთ სავარჯიშოებს კეთებას ჯერ დავიწყებთ სავარჯიშოებს მტკიცებითში ხომ ჯერ კითხვით და უარყოფითში არა ერთ პატარა სავარჯიშოს გავაკეთებთ მტკიცებით წინადადებებში რომ უფრო კარგად გავიგოთ რაზეა საუბარი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ ეს მასალა ან გადაიწეროთ ან როგორც ჩატში დაგიწერეთ ხო to be აი შეგიძლიათ ესე მოიძიოთ ინტერნეტის საშუალებით verb ნიშნავს ზმნას verb და მერე to be აი ესე შეგიძლიათ მოიძიოთ და ნებისმიერ საიტზე ამის პრობლემა არ იქნება კარგით მაშინ გადავიდეთ სავარჯიშოების კეთებას. ეს ძალიან საინტერესო პროცესია სავარჯიშოების კეთება, იმიტომ რომ აი ამით კიდევ უფრო მეტი დგინდება, ხო? მე ხა თეორია გავიგეთ, მაგრამ მოდით სავარჯიშო გავაკეთოთ. არ ჩანს, ანუ თუ გნებავთ, ისე გავაკეთოთ, რომ მე შემიძლია აი ასე გადმოგიწტროთ მაგალითად, ხო? ესე იგი, პირველი წინადადება არის როგორ? აი გამოტოვებულია, როგორც ჩატშიც დაგიწერეთ და სურათზეც როგორც ჩანს, ხო, ჯერ არ მაქვს ვებინარის ოთახი კარგად ათვისებული და შეიძლება ეს პატარა ხარვეზები გქონდეს, მაპატიეთ. ჩატშიც ვწერ ამ წინადადებებს. აი, შემდეგ გამოტოვებულია ადგილი და your new teacher. Your ნიშნავს თქვენი ან შენი, new ნიშნავს ახალი მასწავლებელი, teacher ნიშნავს მასწავლებელს. აი ნიშნავს მე. ესე იგი, მე თქვენი ახალი მასწავლებელი. ნუ ქართულად მივხვდით, ხო? უკვე ალბათ რაც არის. თქვენი ვერსიებით თუ გნებავთ დაწერეთ, ხო? უნდა იყოს მე ვარ. აბა გავიხსენოთ როგორ არის მე ვარ? I am. სწორია. თუ სხვა ვერსია გაჩნდა, მე მგონი ყველა კარგად მივხვდით.
კი ბატონო, სწორია. Mhm. კი. ანუ ჩავშვით M. I am. აა ხო, აი ერთი ვერსია არის აქ is. is არის is რას ნიშნავს თვითონ, ხო? არის. და გვაქვს სად? she-სთან, his-თან და it-თან. ანუ she is არის, როცა ლაპარაკია გოგონაზე, ხო? დედრობით სქესზე she is არის, ხო? აი is ნიშნავს არის. ანუ ვარ კი არა, is არის. she is არის. დედრობით სქესზე მაგალითად he is არის მამრობით სქესზე და it is არის საშუალოზე, ნეიტრალურზე. ხო, მეორეში აბსოლუტურად მართლები ხართ, უკვე მეორეზე გადავედით, კი ბატონო, Molly is my friend. კი, სწორია, იმიტომ რომ Molly თქვენი აზრით რომელი პირის ნათვალსახელია? ხო, is არის, კი, სწორია, მეორე წინადობაში სწორი ხართ აბსოლუტურად. კი. იმიტომ რომ Molly არის იგივე she, ხო? ხო, იგივე she, ხო? დედრობითი სქესის სასკარად ქალის სახელზეა საუბარი. კარგით. მაშინ გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე. მესამე წინადადებაზე. Larry and Tom გამოტოვებულია brothers. თუ რომელიმე სიტყვა არის, მკითხეთ, brothers ამ შემთხვევაში არის ძმები. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი პასუხები და სწორი პასუხები მოდის. are brothers. კი, სწორია, მართლები ხართ. ანუ არიან, ხო? კარგით, მაშინ ამ ეს სავარჯიშო ჩავამთავროთ მალე. მეოთხე წინადადება. თუ შეგიძლიათ მეოთხე წინადადების პასუხები მომწეროთ. We from Hong Kong. We are from Hong Kong. Okay. That's right. Sorry. შემდეგი წინადადება Sarah and you, Sara და შენ. Sorry. Are friendly. თუ რაიმე უცხო სიტყვა ამ წინადადებებში, ხო? შეგიძლიათ მკითხოთ უცხო სიტყვა. is რატო? We are, ხო, ჩვენ ვართ. We are. Thanks. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ ამუნა. Sarah and you are friendly ჩავწერეთ. The Smiths. ანუ the Smiths რას ნიშნავს? Smith-ები, ანუ Smith-ების ოჯახი, ხო? წასვლები არიან აშკარად მაღაზიაში. ანუ ისინი არიან მაღაზიაში, ხო? რა თქმა უნდა, are იქნება. მეშვიდე წინადადება დავწეროთ. Chris, my uncle. Uncle არის ბიძა. სწორია. Chris is my uncle. Chris არის ჩემი ბიძა. სწორია. აბა მერვე წინადადება. This ხო უკვე ნასწავლი გვაქვს. ეს, ხო? This my favorite computer game. სწორია. კი, მართალი ხართ? აბსოლუტურად მართლები ხართ, is ჩაჯდება. მეცხრე წინადადება. Her name, her არის მისი. Name სახელი, ხო? Her name. მოკლედ უშეცდომოდ გავაკეთეთ ეს სავარჯიში. და ბოლო, you გამოტოვებულია და a pupil. სწორია, you are a pupil. სწორია, მტკიცებიჩი, ესე იგი თუბი ყველას გაგვიგია და ძალიან მიხარია. მოდით ნახოთ კითხვით ფორმაში. თუ შეგვიძლია. დავაკვირდეთ სურათს, რას გთხოვენ, ხომ? ჩასვიდო კითხვით ფორმაშიო. ჩანს სურათი?
ჩანს პლუსები დამწერეთ. კარგით, მოდით დავიწყოთ კეთება.
ისმის ჩემი ხმა? თქვენი გავასწორე. ისმის ხომ? კარგით, მოდით გავაგრძელოთ, ხო? აბა ვისთან ჩანს სურათი? ჩანს ვინმესთან სურათი? შეგიძლიათ პასუხები დამიწეროთ, ვისთანაც ჩანს, ხომ? აი, მაგალითად, მეორედან რომ დავიწყოთ, კითხვით შევსვამთ to be ფორმებს. პირველი, როგორც ნახეთ, არის is Jenny Greek? Jenny არის გოგონა, ხო? She არის Jenny ბერძენი? No, she is not. არა, ის არ არის. სწორია. სწორია, მეორეში არის is. კი ბატონო. მესამე? სწორია. იაქტიურეთ, თქვენს დამიწერეთ ყველა ეს სავარჯიშო. მესამეშიც არის is Steve 16? No, he is not. სწორია. მეოთხე? მეოთხეში არის are they hungry, ხომ? შეათ მათ. ანუ პირდაპირ კალკი რო ვთარგმნოთ, არიან ისინი მშივრები? სწორია, ძალიან კარგი ჯგუფი მყავს დღეს. Yes, they are. კი ბატონო. მეხუთეში? ყოჩაღლელა, კარგია. პირდაპირ სიტყვით თარგმნას. ანუ მთლიანად ლამაზად და სტილისტურ თარგმანს კი არა, ანუ სიტყვითი თარგმანი რომ ავიღოთ, ესე ვთარგმნოთ are they hungry, თქო Google-ის ხმა. Are you nervous, ხო? Yes, I და შემდეგ რა იქნება? Yes, I სწორია. ბოლო წინადადება? კითხვითი წინადადება უფრო სწორად? კარგია ნათია, კარგია ფატი. Are we late? დაგვაგვიანდა? Yes, you. ხო. Are we late? Yes, you are. Okay. აღმოჩნდა რომ გაგვიგია მტკიცებითიც და კითხვითიც. მოდით ახლა ვნახოთ უარყოფითი თუ გავიგეთ. ახლა ესეთი პატარა დავალება. ჩანს წინადადებები თუ ჩატშიც შემიძლია დავწერო, იმიტომ რომ ძალიან პატარა წინადადებებია. მოცემული წინადადებები გადამიყვანეთ უარყოფით ფორმაში. კარგით? მოდი მე წაგიკითხავ. პირველი I am fine, მე კარგად ვარ. მეორე these are my father's books. ეს მამა ჩემის წიგნებია. You are a nice boy. შენ კარგი ბიჭი ხარ. მესამე. Mrs. Rates is our teacher. შემდეგზე გავითვალისწინებ, რომ უფრო დიდი სურათები ავიღო. არ მეგონა თუ არ გამოჩნდებოდა. Mrs. Rates is our teacher. ანუ Mrs. Rates არის ჩვენი მასწავლებელი. შემდეგ there are 6 birds here. 6 ჩიტი არის აქ. შემდეგი არის Mr. Richardson is my grandpa. Grandpa ნიშნავს იგივე grandfather, ბაბუა. შემდეგ არის my first name is Maria. უარყოფითი უნდა გადაიყვანოთ. We are at home. ჩვენ სახლში ვართ. მეცხრე არის they are from Italy. ისინი არიან იტალიიდან. ისინი არიან იტალიიდან. და ბოლო არის I am 12. იყოს ასე. მე ვარ 12 წლის. Mr. Richardson are not my grandpa. არა.
is not. ანუ Mr. Richardson is არის, ხო? He ლაპარაკია. მესამე პირშია, ნახეთ. is არის ჩემი ბაბუა და უნდა ვთქვათ is არ არის ჩემი ბაბუა, ხო? დავუკვირდით he is my grandpa და მე he is not. I'm not well. მე პასუხებს წავიკითხავ. აუ, ჩემზე მოდა ჩამოვუყვები. Sorry. They are not from Italy story. Miss I'm not 12 story. ოღონდ 12 ნახეთ როგორ გიწერიათ ეს შეესწორეთ. We are not at home story. არაფრის ძალიან მიხარია. ძალიან კარგი. ყველამ გავიგეთ, ხო? ეს არის უმნიშვნელოვანესი ზმნა to be. ყოფნა, კითხვით და უარყოფით. მოდით ახლა პატარა წინადადებები შევადგინოთ. მაგალითად, მე ქართულად ვიტყვი და თქვენ დამწერეთ ინგლისურად. მე ვარ მაგალითად, მე ვარ საქართველოში. საქართველოში არის in Georgia. Georgia იწერება. მე ვარ საქართველოდან. Sorry, I am from Georgia. მე ვარ და მე თქვენი ასაკი. I am შეგიძლიათ ამჯერად რიცხვებით დაწეროთ. ასაკი, ხო? Sorry. I am from Georgia. კარგია. ან რიცხვზე უნდა შევჩერდეთ. 73. 73. კი ბატონო. ან უნდა შევჩერდეთ რიცხვზე, ხო? ან უნდა დავწეროთ I am 27 თქვათ years old. მარტო old არა, ხო? ამ შემთხვევაში რიცხვზე შევჩერდეთ, სანამ years. I-S. ასე იწერება. კარგით. ხომ არის როგორ იქნება? როგორ ხარ შენ? როგორ არის how? ამ შემთხვევაში არ ჩართო, თორე ისე ზოგადად სანამ ისწავლე კი ბატონო. How არის როგორ, ახლა დაგიწერთ how როგორ იწერება H O და W როგორ და ხარ შენ კითხვით იყვიდა, ხო? How are you? Storia. კარგია ლონდარიძე, კარგია ინგა. კარგია ნათია. ოღონდ how ნათია ნახე. How იწერება O-T, ხო? ლელა H O W. მეგი, ხო? How ჩაიწერეთ როგორც იწერება. მოდი ახლა ესეთი წინადადება შევადგინოთ კითხვით. საიდან ხარ? საიდან არის where? Where სადაც სად ამასაც ნიშნავს და საიდან, ხო? Dan არის from. ანუ where და from-ის შუაში უნდა ჩავთვლათ საიდან ხარ შენ, ხო? Where are you from? Storia.
ახლა მე ჩაგიგდებთ ერთ ლინკს, რომელიც საშინაო დავალება გექნებათ ფაქტიურად. ოღონდ ეხლა კიდევ ერთ ზნას ავხსნით. და ორი ზნის საშინაო დავალება არის ამ ლინკზე მოცემული. და ეს გექნებათ გასაკეთებლად აუცილებლად. მზად ხართ გადავიდეთ? თუ მზად ხართ პლუსები დამწერეთ. არა უშავს ინგულია, ახლა თუ მოხვედი, ახლა შემოგვედი, თუ არა და ჩანაწერს აუცილებლად მიიღებ. კარგი, დავიწყოთ. მაშ ასე მეორე ძირითადი ზნა არის to have. To have ნიშნავს ქონა ყოლა. ქონა ყოლას იქნება ასე მე მაქვს, შენ გაქვს, მას აქვს და ასე შემდეგ. გაძლევთ 5 წუთს რომ ეს პროგრამა ეს მასალად გადაიწეროთ ფურცელზე, ან თუ არ გინდათ შეგიძლიათ მოიწიოთ. შეგახსენებთ რომ got რომელსაც ხედავთ ხო მასალაზე უბრალოდ ალამაზებს to have-ს. არანაირი სხვა დატვირთვა მას არ გააჩნია. I have and I have got. ორივე ერთი და იგივეა. გასაგებია ხო? კარგით. მაშ ასე, პირის ნაცვალსახელები უკვე ვიცით. ეხლა ვნახოთ ქონა ყოლა როგორ იუღლება, ხო? I have got. მე მაქვს. You have got. შენ გაქვს. She has got. მას აქვს. It has got. მას აქვს. He has got. მას აქვს, ხო? We have got. ჩვენ გვაქვს. You have got. თქვენ გაქვთ და they have got. მათ აქვს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? ყველგან არის have, გარდა he, she, it-თან. He, she-თან გვაქვს has got. ხო, ქონა ყოლა. ანუ მას აქვს he has got, ბიჭზე, ნუ მამრობიცკეზე, მას აქვს she has got მდედრობიძე და ნეიტრალურზე it has got. შემოკრებული ფორმები უწერია გვერდით. ეხლა ვნახოთ როგორ იქნება უარყოფითსა და კითხვითში. აქ ხართ ხომ მისმენთ? უარყოფითში როგორც to be-ს ემატებოდა not, ხომ? I am not, გახსოვთ? აქ ემატება have-ს უბრალოდ not. I have not. და ბოლოში got გასალამაზებლად. I have not got. მე არ მაქვს. You have not got. შენ არ გაქვს. He has not got. მას არ აქვს და ასე შემდეგ. დააკვირდით? I have not got. Got-ი რომ მოვაშოროთ, გამოდის I have not. უბრალოდ ეს ძალიან პრიმიტიული ინგლისური იქნებოდა. ამას ასწავლიან ხოლმე პირველ მეორე კლასელებს, იმიტომ რომ got-მა არ დააბნიოთ და ნუ ჩვენ ეს არ გვეხება. ამიტომ მე პირდაპირ გალამაზებული ფორმა მოვიტარეთ. ესე იგი მე არ მაქვს, იქნება I have not და ბოლოში got. თუ გასაგებია და აღარ საჭიროებს კიდევ ერთხელ ახსნას, გადავიდეთ კითხვით ფორმებს. We have not got, ნუ ჩვენ არ გვაქვს, you have not got, თქვენ არ გაქვთ და მათ არ აქვს. მეგი მართალია. კარგით, გადავიდეთ კითხვებზე. კითხვითშიც ერთ ადგილებს იცვლიან. როგორც უკვე ვთქვით, ხო? როგორც უკვე ვთქვით, to be ზნასთან დაკავშირებით, აქაც have-თანაც კითხვითში ადგილებს იცვლის ორი სიტყვა. I have მე მაქვს, I have got უფრო გალამაზებული ფორმით და გადმოვიდა შეისრულეს ადგილები, ხო? I have I.
მივამატეთ ბოლოში got, გასავამატებლად. Have I got? Have you got? ჩემთანაც წაიკითხეთ, ძალიან გთხოვთ და მოიკრიბეთ ყურადღება და აღარ გაგეფანტებოთ. ერთად წავიკითხოთ. Have I got? მერე რა რომ მე ვერ გხედავთ, მაინც ამყრევით. Have you got? Has he got? Has she got? Has it got? Have we got? Have you got? Have they got? ეს არის to have-ის უკლება, რაც ნიშნავს ქონა ყოველს. გასაგები არის თუ არა, თუ შეგვიძლია რომ გადავიდეთ სავარჯიშოზე მაინტერესებს. ძალიან ადვილია to be-ს შემდეგ to have-ის სწავლა, იმიტომ რომ ძირითადი პრინციპი იგივეა. აბსოლუტურად ყველაფერი იგივე, ერთადერთი have და has შემოიჭრა, განარჩენი იგივე დარჩა. კარგით, გადავიდეთ და აქვე ერთ რამეს გეტყვით, სანამ გადავალთ. კითხვითი ხომ არის have I got? კიდევ შეიძლება ვაწარმოოთ დამხმარებელს და დუთი, მაგრამ ეხლა ამაზე არ ჩავუღრმავდები და მართლა არ აგირებთ გონებას ამაზე მომდევნო ვებინარებში, ხო? ორნაირად შეიძლება ეს ვაწარმოოთ კითხვითში. კარგით, ახლა ჩავაგდებ სავარჯიშო. არ ვიცი რამდენად ჩანს. თუ არ ჩანს, ისე ჩათით დავწეროთ, ხო? აი აქ რას ჩასვამდით პირველ წინადადებაში? Ben, one brother. არა, is არა, უკვე have და has-ზე გვაქვს საუბარი, ხო? Has იწერება ასე, H-A-S და have ასე. ნელა შევეჩვევით. არა უშავს გამოჩნდება. სწორი პასუხია კი has. Has სწორი პასუხია, იმიტომ რომ Ben-ზეა ლაპარაკი. ნახეთ, წერნახავ თქვით he, she, it-თან გვაქვს has. კი, სწორია. Has. იმიტომ რომ ლაპარაკია რომ he მას ჰყავს. He has, ესე იგი Ben has. მეორე წინადადება ვნახოთ აბა. მეორეზე თუნდებ, ხო, სწორია, have. არა უშავს ერისო. იქნება ჩანაწერი. Have, სწორია, have, ოჩახ, კარგია მარი, კარგიანათია. Mother and father have. იმიტომ რომ mother and father იგივე რაც ისინი, ხო? They. მათ ჰყავთ. მათ და ისინი ერთ და იგივე ინგლისურში they. ნუ, კაი, ავიღოთ მესამეში უფრო მარტივი სახელი, მაგალითად Tom, a white, Tom არა, Kate, a white dress. აი, აქ რას ჩავსვავდით? Kate, გამოტოვებული a white dress. Kate, ნახეთ? Kate ნიშნავს რას? პირის ნაცვალსახელი, რომელიც შეესატყვისება Kate. Has, ხო, got-იც მიაწერეთ ხოლმე, რომ გავალამაზოთ, ხო? მარტო have და has კი მწერთ, ამ ეტაპზე კი ბატონო, მაგრამ got მაინც მივაწეროთ. Got, იმიტომ რომ ლაპარაკია she's-ა, Kate, ხო, she's-ზე. She has a white dress. ხო, has got. კი ბატონო, აბა შემდეგი father გამოტოვებულია a small car. Father-აც მესამე პირია he, ხო? სწორია, აბსოლუტურად. არა, ლელა, ბევრი არა, ერთი ზნა გამოტოვე, ფაქტურად to be, ყოფნაზნა და არა უშავს ჩანაწერიც მოვა და ეს ვებინარიც აუცილებლად იქნება გამეორებით. და იმედია ხარვეზის გარეშე უკვე გამეორებით და კი ბატონო მეორეთაც შეგიძლიათ დაესწროთ ვებინარს. უფრო საინტერესოა ხოლმე გამეორებით ვებინარები. მინდა გითხრათ და მოგივათ აუცილებლად ინფორმაცია.
კარგით, გავაგრძელოთ. My dog. გამოტოვებულია long ears. Ears არის ყურები. ხოჭავ მეგი? ხოჭავ მაიკო? კარგია. My dog has got. იმიტომ რომ dog, ხო? It შეესაბამება. ანუ ერთ ეშმაკობას გასწავლით, როგორც კი სიტყვა მოვა, დაფიქრდით, რომელი პირის ნაცვალსახელი შეესაბამება. I რა შუაშია, ხო? You არა, she არა, he არა, it. და it-თან გვაქვს has. აი, ბოლო გავაკეთოთ ცოტა ესეთია და ვეყოფ. The girls გამოტოვებულია a show soon. The girls დავფიქრეთ, რომელი პირის ნაცვალსახელი შეესაბამება, ნაცვალსახელი they, ხო? რადგან they-ა, ამიტომ გვაქვს have got, have, კი ბატონო. They, ნახე? ისინი, ანუ მათ, ბოლო, ხო? They. ეხლა კიდევ უფრო რო თვალსაჩინო გახდეს ეს მაგალითი და სავარჯიშო, მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს სქემას. აბა მოვძებნოთ აქ they. მოვძებნოთ they, ხო? პირველივე სვეტში have got აქვს, ხო მართალია? ანუ have got. არა უშავს. იცით, დავალებად მინდა მოგცეთ, რომ აი ეს to be და to have, ვინც მოგვიანებით ჩამომიერთით, შეგიძლიათ დაგუგლოთ, მოიძიოთ. ან აი შეხედეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის Google-ში, to be და to have. თუ სურვილი გაქვთ, შემიძლიათ მეილზეც გადმოგიგზავნოთ, აი ეს მასალები, რაც ახლა არის. თუმცა ჩანაწერში მასალაც გამოჩნდება, ესე მგონია. და ჩანაწერშიც ნახავთ. ანუ to be და to have, კი, აუცილებლად მოგივათ ეს მასალა და პლუს აი კიდე ერთხელ რომ აი ეს ლინკი, აი ამ ლინკზე რომ შეხვალთ, ძალიან საინტერესო ლინკია, სხვათა შორის ბოლო დროს აღმოვაჩინე ვეძებ ხოლმე ახლა სავარჯიშოებს, ონლაინ სავარჯიშოებს, რაც დაგვეხმარება, ხო? და ძალიან კარგი ლინკია იმ მხრივ, რომ თვითონ გიმოწმებს. ანუ აქამდე ვინც მყავს მოსწავლეები, ხო, ამ 10 წლის მანძილზე, მე ვუმოწმებ ხოლმე. ანუ იშვიათად რომ ისეთი პროგრამა იყოს, რომ აი თვითონ შეგიმოწმოს, თვითონ გაგისვა შეცდომაზე ხაზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასე რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ლინკით და გააკეთოთ სავარჯიშო, სადაც არის ჩასასმელი to be და to have. და შემდეგ თვითონ ბოლოს done წერია, ანუ დასრულება გაკეთება და გამოგიგდებთ თავის პასუხებს. ასეთ ლინკებს ძალიან ბევრს მოგცემთ, იმიტომ რომ არც ისე ცოტა გავარკვიე უკვე. და ივარჯიშებთ ხოლმე სახლში, თვითონ მე ვისაუბროთ, ვგნებავთ, როგორ დაწერეთ, რა შეცდომები დაუშვით და ასე შემდეგ. შემდეგი გაკვეთილი აი დარეგისტრირდით ჩვენი ლინკი გინდათ დაგილინკავთ, სადაც უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი მეილი. და იქ დარეგისტრირდით. ახლა ვეკავთ იმასაც. შემდეგ ვებინარზე, ესე იგი, კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ გვექნება გამეორებით ვებინარი, ეს იქნება სადღაც ალბათ აპრილის დასაწყისში. ზუსტად გეტყვით მეილ გზავნილებით, სადაც იქნება. უშუალოდ ფასიანი გაკვეთილები დაიწყება უკვე 14 აპრილიდან, ჩატარდება სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, კვირაში 3 დღე. სამშაბათს იქნება 8 საათზე, ხუთშაბათსაც 8 საათზე და შაბათს იქნება დილის 11 საათზე. ან 12 საათზე, როგორც უფრო თქვენთვის ხელსაყრელია. მგონი 11 ჯობია, ადრე ავდგეთ. დილით ადრე მეცადინეობას არაფერი ჯობია, იმიტომ რომ გონება არის მაგდროს ძალიან სუფთა და დასვენებული. ჩანაწერებიც რა თქმა უნდა იქნება და მეილზე გამოგიგზავნებათ ყველანაირი ჩანაწერი. და აქვე გეტყვით, რომ თუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შეიძენთ პროგრამას, ვთქვათ ერთი თვის პროგრამას, ანუ ერთ თვეში შედის 12 გაკვეთილი, ხო? ანუ კვირაში 3 გაკვეთილია. მაშინ 80 ლარის გამაგივრად ფასდაკლებაა და გადაიხდით 64 ლარს. აი მომდევნო ერთი კვირა თუ კიდევ შეიძენთ ამ პროგრამას.
და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში თუ 3 თვისას ერთდროულად შეიძენთ 200 ლარის ნაცვლად ფასდაკლება და 160 ლარს გადაიხდით. ანუ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აქტიურად 160 ლარად გაიაროთ ერთი მთლიანი ეტაპი, ერთი მთლიანი ლეველი, ესე ვთქვათ, დონე, ხო? ვთქვათ, აი, სტარტერი გავიარო 3 თვის მანძილზე 160 ლარად. ეს გამორიცხულია, რომ ამ ფასად სადმე იყოს ან რაიმე სემინარი, ან რაიმე, ნუ კერძოზე აღარ მაქვს საუბარი და ცენტრებშიც 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ფასია. ჩვენ დროთა განმავლობაში ალბათ სერტიფიკატების გაცემასაც დავიწყებთ, აქვე შეგახსენებთ, აი, ქალბატონი ინგა დალინკავს ახლა სარეგისტრაციო ლინკს, უკვე დაილინკა და იმ ლინკებს, რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო. და შეგეძლებათ, რომ აი ესეთ ფასად ვებინარების რეჟიმში აიღოთ თქვენთვის სასურველი სერტიფიკატები. იქნებ რამდენიმე თვია. არა, თუ იყიდი ფასიან პროგრამას, უნდა დაესწრო ყველა გაკვეთილს, თუ დასწრება არ შეგიძლია, არ არის პრობლემა, მაშინ მოვა ჩანაწერი. და ჩანაწერებში პრინციპში მასალებიც ჩანს, მეც ჩანვარ, ჩემი ახსნაც ჩანს და ასე რომ შეგიძლიათ ჩანაწერებით შემომიერთეთ, კი ბატონო, ამ თვეში თუ ვერ შემოხვალ, ნუ შეიძენ და მეილზე მაინც გექნება ეს მასალა. და ეს მასალა იმითაც არის კარგი, რომ შემდეგ იცის ენამ დავიწყება, ხო? და აი მაგალითად ზაფხულის პერიოდია და ხა სად ვიპოვო მე ჩემი მასწავლებელი, რომ უფასოდ გამახსენოს ყველაფერი. ავდგები და მოვისმენ ჩანაწერს. ჩანაწერი ძალიან ბევრს იძლევა ამ მხრივ. რეკვიზიტებს ჩაგიგდებთ დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადახდეს რეკვიზიტები თანხის გადასახდელად. ჯერჯერობით გიწვევთ კიდევ ერთ უფასო ვებინარზე. ეს იქნება აპრილის დასაწყისში, ზუსტ რიცხვს მეილზე მიიღებთ, ვინც დარეგისტრირდებით, გამოგიგზავნით მეილზე. გავიმეოროთ მოდით, რომ ტესტი ვისაც არ აქვს გაკეთებული. ანუ ტესტი თუ არ გააკეთეთ, არაფერი არ შეიძინოთ, მანამდე სანამ ტესტს არ გააკეთეთ და რატომ? ტესტი გეუბნებათ რა დონეზე იმყოფებით. თუ ხართ სტარტერზე, შევიძენთ სტარტერს და ვიმეცადინებთ 3 თვის სტარტერში და დავხურავთ ამ დონეს. თუ ხართ დღევანდელზე, ანუ below elementary-ზე, შეიძინეთ below elementary და 3 თვის განმავლობაში ეს დონე დავხუროთ და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტესტი. მოდი ტესტი ასე გამოვყოთ თუ გნებავთ, ხო? მოკლედ სარეგისტრაციო ლინკსაც კიდევ ერთხელ მაინც გადმოვაკოპირებ, იმიტომ რომ რეგისტრაციაც აუცილებლად უნდა გაიაროთ. და არ დაგავიწყდეთ, ძალიან ვთქვათ, მადლობა ინგა, არ დაგავიწყდეთ მაილების შემოწმება. ზოგჯერ რეგისტრირდებიან, შემდეგ მაილს აღარ ამოსწმებენ და ეკარგებათ ინფორმაცია და ამიტომ ძალიან ვთქვათ, რომ შეამოწმოთ, ხო? თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ну აი მაგალითად რაიმე ვერ გაიგეთ, ხო? ან გადახდასთან დაკავშირებით, ან სემინართან, ან ვებინართან დაკავშირებით, ან უბრალოდ რაიმე კითხვა გაქვთ, არ ვიცი ეს რა შეიძლება ეხებოდეს, ну ინგლისური ენის სწავლებას, რა თქმა უნდა, აი ამ მეილზე